Hello.
Camarchobat.
მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უკვე მეხუთე ლექცია გვაქვს და განვიხილავთ თემას მიკროსოფინანსო ორგანიზაცია. პირველ რიგში ეს არის ის გეგმა, რა საკითხებიც უნდა გავიაროთ და განვიხილოთ. პირველ რიგში აუცილებელი იქნება რომ შევეხოთ ისტორიას, რომ საქართველოში მიკროსოფინანსო ორგანიზაციების არსებობს დიდი ხნის ისტორია არ გააჩნია, ის დაახლოებით სათავეს იღებს 1990-იანი წლებიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა და დღის წესრიგში დადგა, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარება და რომლის ვალდებულება არის ეროვნული ბანკისა, იყო, არის და იქნება ეკონომიკური სტაბილურობა და ფასების ასე ვთქვათ სტაბილურობა ამ შემთხვევაში. რა შეეხება საბანკო დაწესებულებას, როგორც კომერციული ბანკი, მიკროსოფინანსო ორგანიზაცია და საკრედიტო კავშირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკურ ასე ვთქვათ განვითარებაში. თუ რაიმე ასე ვთქვათ უარყოფითი ცვლილება ხდება, ის მყისიერად უარყოფითად დაისახება მათ შემოსავალზე, ვიდრე ასე ვთქვათ სხვა კომპანიების და ამ შემთხვევაში და როდესაც ამ ასე ვთქვათ სახელმწიფო უზრუნველყოფს ასე ვთქვათ თავისუფალი ფულის გამოყენებას. ის ფული ასე ვთქვათ რომელიც აღნიშნულ დაწესებულებს აქვთ და არ ხდება მისი გამოყენება. ეს არის დაუშვათ რაიმე სოციალური პროექტის დაფინანსება, ოღონდ რომელიმე დაუშვათ კომერციული ბანკის სახელით, ანუ ხდება ასე ვთქვათ მათი პიარი ამ შემთხვევაში. და ამ შემთხვევაში ზოგიერთი კომერციული ბანკი სახელმწიფოსგან ასე ვთქვათ გარკვეულ შეღავათებს ღებულობს. შეღავათი შეიძლება იყოს ის განთავისუფლდეს დაუშვათ რაც პერიოდი საშემოსავლოს მხრივ, ან გადასახადის მხრივ, ან რაიმე უპირატესობა მიენიჭოს სხვა ბანკებთან შედარებით. რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავის ბიუჯეტიდან გარკვეულ რესურსს არ ხარჯავს, ამ რესურსის გაგება უწევს კონკრეტულ მიკროსოფინანსო ორგანიზაციას, საკრედიტო კავშირს ან კომერციულ ბანკს ამ შემთხვევაში და ასევე მნიშვნელოვანი არის აღნიშნული ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, სამართლებრივად მოწესრიგდა 2006 წელს მისი კანონმდებლობის საფუძველზე და ამ კანონმდებლობის მიხედვით, რომ პირი, რომელსაც სურს ასე ვთქვათ, დააფუნქციონოს აღნიშნული ორგანიზაცია, აუცილებელი არის ორი სამართლებრივი ფორმა. ეს არის სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა და შპს ამ შემთხვევაში. აუცილებელი არის წინარე პერიოდი, ეს გულისხმობს, მან აუცილებლად რეგისტრაცია უნდა გაიაროს ასე ვთქვათ შესაბამის ორგანოში. ამის შემდეგ ხდება ამონაწერი, ასევე საგადასახადო ორგანოში, რადგან ის უკვე მომავალი გადამხდელი არის. ამ ყოველის შემდგომ ხდება ასე ვთქვათ განცხადების წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში, ანუ მარეგისტრირებელი ორგანო. განცხადება ასე ვთქვათ უნდა შეიცავდეს რამოდენიმე ასე ვთქვათ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მაგრამ აუცილებელი არის რომ მიკროსოფინანსო ორგანიზაციას ასე ვთქვათ რეგისტრაციის მომენტიდან მას შეუძლია თავის ასე ვთქვათ დასახელებაში მიუთითოს მისო ან მიკროსოფინანსო მას ეკრძალება მიუთითოს დაუშვათ საქართველოს ეროვნული ბანკი ან კომერციული ბანკი ან საკრედიტო კავშირი. ეს უკვე გულისხმობს კანონის მოთხოვნის დარღვევას, რომელიც გამოც მას შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს. განცხადების წარდგენა რო ხდება ის შედგება რამდენიმე ნაწილზე. პირველი არის ეს არის ამონაწერი ასე ვთქვათ საწესდებო კაპიტალის შესახებ, რომელიც განთავსებული იყო საქართველოს ეროვნულ ბანკში. ეს არ გულისხმობს, რადგან განცხადების წარდგენა ხდება ეროვნულ ბანკში და ამავე დაწესებულებაში არის განთავსებული ეს ფულადი ერთეული, რომ ამ მოვალეებისგან განთავსდეს. არა, ვალდებული არის ეს მოვალეობა შეასრულოს. საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენს 1 მილიონ ლარს და აუცილებელი არის ის მხოლოდ ფულადი ერთეულით იყოს განთავსებული. არ შეიძლება მისი ჩანაცვლება სხვა ფორმით, დაუშვათ ძვირფასი ლითონებით, ოქროთი, ან ასე ვთქვათ ბრილიანტით, თუნდაც მოძრავი ან უძრავი ქონებით. მიკროსოფინანსო ორგანიზაცია თავისი არსებობის პერიოდში ვალდებული არის ეს საწესდებო კაპიტალი შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მისი გაზრდა, ოღონდ ისიც მხოლოდ ფულადი ერთეულით და სხვა ფორმით დაუშვებელი არის. მეორე ის ამონაწერი ასე ვთქვათ საჯარო რეესტრიდან განსაკუთრებით უძრავი ქონების შესახებ, სადაც ხდება მისი ფილიალის ან სათავო ოფისის განთავსება. შემდგომ მისი მმართველი, ანუ ხელმძღვანელი დირექტორი მისი ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. იქ კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული, რომ ეს
პირი არ არის ნასამართლები, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ან ასე ყველაზე აქტუალური არის ფულის გათეთრება ან ტერორიზმის ასე ვთქვათ, დაფინანსება. ამ ყოველის შემდეგ ხდება განცხადების რეგისტრაცია, უკვე რეგისტრაციის მომენტიდან ხდება ვადისახლა, რომელიც შეადგენს 15 დღეს. ამ დროის განმავლობაში მარეგისტრირებული ორგანო უზრუნველყოფს მის ფორმალურ ხარის შესაბამისობას კანონმდებლობას. ანუ რამდენად შესაბამისობა, თუ არის შესაბამისობაში, უკვე ხდება ამ ორგანიზაციის რეგისტრაცია და ხოლო უკვე რეგისტრაციის მომენტიდან მას შეუძლია განახორციელოს რამდენიმე საქმე. სანამ მათ საქმიანობის ჩამონათვალს გადავალთ, აუცილებელი არის განვიხილოთ, თუ რამდენი ორგანო არსებობს თვითონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ეს არის საერთო კრება, ხელმძღვანელობა და სამთავრობო საბჭო. როგორც ვიცით, 2022 წლიდან ამოქმედა ახალი კანონმდებლობა მეწარმეთა შესახებ, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, მათ უფლება მოვალეობას. მაგრამ ასე ვთქვათ, კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ასე ვთქვათ, არ ავალებულს ამ ორგანიზაციას, რომ ეს ორგანოები ჰქონდეს, ანუ ზოგადი ჩანაწერი, ეს უკვე მის ნებასრულზე ექნება თუ არა, თუ ექნება, შემდეგ როგორ რომ მოწესრიგდეს, ამას დეტალურად განსაზღვრავს ახალი კანონმდებლობა. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რა საქმიანობა შეუძლია განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ამ ყოველის კანონი დეტალურად განსაზღვრავს. ანუ მის მიმართ მოქმედებს ნამერეს კლაუსის პრინციპი. ანუ კანონით რაც არის ჩამოთვლილი, მხოლოდ ის უნდა განახორციელოს. თუ მის გარდა სხვა საქმიანობას განახორციელებს, ეს უკვე კანონის უხეში დარღვევა, რომლის გამოც მას შესაბამისი სანქცია ან პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს საქმიანობა არის დაუშვათ სესხის ან კრედიტის გაცემა, როგორც უზრუნველყოფის არაუზრუნველყოფილი. ეს არაუზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, გულისხმობს საბლანკო კრედიტს, ანუ პირი, ასე ვთქვათ, არავითარი უზრუნველყოფის საშუალებით არ ხდება, არც იპოთეკით, გირავნით ან თავდებობით. ეს უკვე 1000-ში ერთხელ ხდება. ისიც მხოლოდ იმ სუბიექტზე, რომელიც ასე ვთქვათ, სიტყვიერად იძლევა გარანტიას, რომე სიტყვაზე გიორგი წალაძე ან ესა და ეს პირი კეთილსინცერტ შევასრულებ ამ ვალდებულებას და თქვენ ჩემს სიტყვას უნდა ენდოთ. ეს რაღაც გამონაკლისი არის, შეიძლება საერთოდ არც ხდებოდეს. ეს ძირითადად ხდება კომერციული ბანკების შემთხვევაში. რაც შეეხება სესხის გაცემას, მისი ოდენობა შეადგენს 100,000 ლარს და ანუ ისიც მხოლოდ ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ შეიძლება მისი გაცემა დაუშვათ 100,000 დაუშვათ 120,000 ლარი ან 50,000 ლარი. თუ ასე შეიძლება გაიცეს ჯგუფური კრედიტი. ეს გულისხმობს, რომ ჯგუფში შეიძლება იყოს 2, 5 ან 10 კაცი. ეს გულისხმობს, რამდენი პირიც არის გამარავლებული იმდენჯერ 100,000 ლარზე. როდესაც მივა ასე ვთქვათ ფიზიკური ან იურიდიული პირი და ითხოვს სესხის გაცემას, ის ვალდებულია დაასაბუთოს ამ კრედიტის ან სესხის მიზნობრიობა, რისთვის სჭირდება. თუ იგი დაასაბუთებს, შემდგომ ხდება აღნიშნული სესხის ან კრედიტის გაცემა. ეს არ გულისხმობს, რომ ის ერთიანად გაიცეს, შეიძლება გაიცეს ნაწილ-ნაწილ. ამ მომენტში თვითონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა ამ სესხის შესრულებაზე ზედამხედველობა გასწევს, ანუ რამდენად ხორციელდება მისი მიზნობრიობა და თვითონ ასე ვთქვათ, სესხებელიც ვალდებული არის ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომ ზედამხედველობა ჯეროვნად და კეთილსინცერტად განახორციელოს. თუ მიზნობრიობა ვერ ხორციელდება, მაშინ ასე ვთქვათ, რა ნაწილს არის გაცემული, ასე ვთქვათ, მას შეუძლია მოითხოვოს მისი დაბრუნება და რა ნაწილს არის გაუცემელი, მოხდეს მისი დაკარგვა. ანუ არ მოხდეს მისი გაცემა. ამ შემთხვევაში, რადგან თუ ბოლომდე უზრუნველყოფს ამ თანხის გაცემას, უკვე მისი დაბრუნება, ასე ვთქვათ, ძნელი არის ამ შემთხვევაში. და რაც შეეხება თვითონ ევროკავშირში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სულ სხვა დატვირთვა აქვს, რადგან ის ორიენტირებული არის მხოლოდ კონკრეტული, ასე ვთქვათ, სეგმენტის განვითარებაზე. როგორც არის აგრო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ის ორიენტირებული არ არის კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოგების მიღებაზე, სადაც ადგილი აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ევროკავშირში ეს ორგანიზაცია შეიძლება არასამეწარმო იურიდიული ფორმით შეიქმნას, რადგან ის ხომ სახელმწიფო დგას, პლუს ფულადი რესურსით და დოტაციით. საბჭოთა ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში ისინი ორიენტირებული არიან მხოლოდ მკვეთრი მოგების მიღებისაკენ. ეს გულისხმობს, რომ ისინი დიდ კონკურენციას უწევენ კომერციულ
ბანკებს და ასე ვთქვათ, სესხებლისგან მოითხოვენ ყარი უზრუნველყოფის საშუალებას, როგორც არის ძვირფასი ლითონი ან უძრავი ქონება. მოძრავ ქონებას ასე ვთქვათ 1000-ში ერთხელ აქვს ადგილი, რადგან მისი დაზიანების მეტი შესაძლებლობა არსებობს. ეს არ გულისხმობს, რომ საქართველოში არ არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ გასცემს დაუშვათ აგროსესხს. ასეთი არის ფინარგო, რომელიც გასცემს მიკროამცირე მეწარმეებზე, მისი მიზანი არის ამ სექტორის განვითარება. როგორც დამოწყები, ასე ვთქვათ, ბიზნესის განვითარება, ასევე პირი, რომელსაც სურს მომავალში დაიწყოს. ანუ უკვე მას შეიძლება ქონდეს ისეთი განცდა, ან ფიქრი, რომ ეს პირი დაუშვათ სტარტაპი ბიზნესი იწყებს და მან შეიძლება ვერ დაიწყოს, მაგრამ მაინც უზრუნველყოფს, რადგან მისი მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს კონკრეტული სექტორის განვითარებას. ზუსტად ამის მიზეზი იყო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფუძნება ის პირები, რომელთაც კომერციული ბანკიდან არ შეეძლოთ სესხის აღება, სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რომ ეს პირები არ მუშაობენ რომელიმე კერძო სექტორში, ან საჯარო სექტორში და ხელფასს ღებულობენ, ასე ვთქვათ, დარიცხვით. ან მათ აქვთ ანგარიში გახსნილი რომელიმე ბანკში და ერისგავათ ხელფასი და რომ მივიდა დაუშვათ სხვა კომერციულ ბანკში, წარუდგინეს ამ მონაწილე შემოსავლების სამსახურიდან, რომ მე ესა და ეს პირი ღებულობს შემოსავალს. ამას შემდგომ ხდება უკვე განხილვა, მას დამოწდეს სესხი თუ არა. მაგრამ ეს პირი, რომელიც ასე ვთქვათ, არ მუშაობს ამ რომელიმე დაწესებულებაში, ან სექტორში და ის ეწევა, ასე ვთქვათ, სამეწარმეო, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობას, ან მესაქონლეობას და ასე ვთქვათ, შემოსავლის ღებულობს უშუალოდ ხელზე და ის ვერსაიდან ვერ წარაგნებს ცნობას მისი შემოსავლების შესახებ. უკვე ძნელი არის და დგება კითხვის ნიშანი, საიდან ავიღო სესხი, საიდან მიიღო შემოსავალი, რომ ჩემი საქმიანობა დავიწყო. ზუსტად ამ მიზნით არის დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მაგრამ სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ ზედამხედველობას ახორციელებს მიკროსაფინანსო კომერციული ბანკების მიმართ. მითური მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რადგან მისი მიზანი არის, რომ ასე ვთქვათ, ფულადი ერთეული, ანუ დეპოზიტები განთავსებული იყოს ფინანსურ ჯანსაღ ინსტიტუტში, რომ ეს ნაკარნახევი არის საზოგადოებრივი ინტერესით. და კიდევ ამ კონკრეტული, ასე ვთქვათ, სექტორის მიმართ და მათ წარმოადგენლების მიმართ ხშირი კოორდინაცია და მოლაპარაკების გამართვა ამ შემთხვევაში. მაგრამ ასე ვთქვათ, აღნიშნული სექტორის წარმოადგენლები უკვე აღიარებენ იმას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, რომ უწევს დიდ კონკურენციას, ასე ვთქვათ, კომერციული ბანკებს თავში სხეულებთან რაოდენობით და შემოსავლების მიხედვით. ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც ასე ვთქვათ, დირექტორის დანიშვნა ხდება, ასე ვთქვათ, ის რამდენიმე კრიტერიუმს უნდა კმაყოფილებდეს. პირველ რიგში არის ის ნებისმიერი პირი, რომელიც იქ მუშაობს, უზრუნველყოფს ინფორმაციის, ასე ვთქვათ, კონფიდენციალურობის დაცვა. ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, რომელიც მისი საქმიანობის დროს გახდა ცნობი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს მივლინებით იყო წარგზავნილი თუ მოცემულ დაწესებულებაში მუშაობდა. როდესაც ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენ მას არ ვარქვთ და ვაღიარებთ, ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ ხანაში, ეს უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებას სახლიდან გაუსვლელად, ამ დისტანციურად. მაგრამ სამსახურის ლეპტოპი გვაქვს სახლში, ან ჩვენ სახლში არსებული ლეპტოპი, ან კომპიუტერიდან შეგვიძლია სამუშაოს სივრცე გავხსნათ და ადვილად შევასრულოთ. ხოლო პანდემიამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. ანუ აღმოჩნდა, რომ ეს უფრო ეფექტური არის, რომ სამსახურში წასვლას და მოსვლას თავისი დრო უნდა დავუშვათ 2 ან 3 საათი. ჩვენ შეგვიძლია ეს 2 ან 3 საათი სხვა საქმეს მოვახმაროთ. და მარტივია, რომ თუ ჩვენ სახლში გავხსნით სამუშაო სივრცეს, თუ მასზე არ არის, ასე ვთქვათ, დამცავი მექანიზმი, ანუ ეს უკვე ხდის დიდ შესაძლებლობას იძლევა და გარანტიას გვაძლევს, რომ ჩვენი ოჯახში რომელიმე წევრმა ან სტუმარმა ასე ვთქვათ, შევიდეს ამ ბაზაში, მიიღოს ინფორმაცია, მისთვის რაც არის სასურველი და იგი გაავრცელოს ან გამოიყენოს პირადი ინტერესით. უკვე ჩვენ ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა დაგვეკისრება ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ შემთხვევაში, ამიტომ როგორც კომერციული ბანკების შემთხვევაში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, მაგრამ კანონმდებლობა მას არ ავალდებულებს, რომ შექმნას დამცავი, ასე ვთქვათ, მექანიზმი, მაგრამ მან უნდა უზრუნველყოფს მისი შექმნა, რადგან ეს ყოველი შემთხვევა თავიდან აიცილოს და არ მოხდეს, ასე ვთქვათ, მის მიმართ რომელიმე სანქციის ან ზომის შემოღება. და ის პირი, რომელიც ასე ვთქვათ, წავა სამსახურიდან
ეს ინფორმაციის შენახვა უმოძრაობა მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ ხდება ამ ინფორმაციის გამოშრალება ან გაცემა, ეს შეიძლება იყოს სასამართლოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ან სახსრებულო წარმოებას ეხება, ან საგამოძიებო ორგანოს. ოღონდ ეს ინფორმაციის გაცემა ხდება, ეს ინფორმაცია უნდა იყოს საიდუმლო ამ სუბიექტებს შორის. რაც შეეხება თვითონ ასე ვთქვათ, პირი, რომელიც იქ მუშაობს, დირექტორი, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი სუბიექტი, ვალდებული არის აკმაყოფილებს რამდენიმე მოთხოვნას. პირველი მოთხოვნა, ეს არის შესაფერისობის კრიტერიუმი, რომ ის თუ მონაწილეობდა რომელიმე ოპერაციაში, რაც ეხება კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან საკრედიტო კავშირს. და ამ ოპერაციის დროს ეს მოცემული რომელიმე ორგანიზაცია გახდა გადახდის უნარი. ან ის იყო ზემო აღნიშნული რომელიმე ასე ვთქვათ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან დირექტორი და მისი საქმიანობის შედეგად იგი გახდა გადახდის უნარო. ან ასე ვთქვათ, იგი არის ნასამართლე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ასე ფულის გადაჭრების ან ტერორიზმის დაფინანსების დროს. და ასე მნიშვნელოვანი არის თუ მას არ გააჩნია შესაბამისი განათლება ან ცოდნა. რაც მნიშვნელოვანი არის ამ ორგანიზაციამ შეძლოს ჯეროვნად კეთილს ინიციირება თავისი საქმიანობის შესრულება. ასევე ეს ორგანიზაცია საქართველოს ეროვნულ ბანკის მხრივ არის ვალდებული გარკვეული ასე ვთქვათ დოკუმენტაცია უს ელექტრონულად, ისე მატერიალურად შეინახოს 6 წლის განმავლობაში. ხოლო უკვე 6 ამ დროის შემდგომ მას შეუძლია გაანადგუროს ან ესე შეინახოს. ეს მის ნებასურველზე არის დამოკიდებული. რაც შეეხება თვითონ აუდიტს, ანუ აუდიტი შეიძლება ჩატარდეს შიდა, ანუ შიდა უფრო 1000-ში ერთხელ უფრო გარე აუდიტი, რომელსაც ატარებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწვეული შესაბამისი კომპანია და ამ აუდიტის ჩატარებიდან უკვე არ დავუშვათ აი უკვე 6 თვის დროს, ანუ უკვე რომ იწყება ახალი წელი, დავუშვათ დაიწყო 2023 წელი, ამ დროიდან უკვე 15 ივნისამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებული არის ანგარიში წარუდგონ საქართველოს ეროვნულ ბანკს, ასე საკუთარი ვებ-გვერდზე განათავსოს. თუ ის ამ მოთხოვნას ორჯერ ზედზე დაარღვევს, შესაძლოა მისი ასე ვთქვათ გაუქმება, ანუ ლიკვიდაცია მოხდეს. ამ აუდიტის ანგარიში აისახება მისი შემოსავალი, ბალანსი, ასევე ზარალი. თუ მას აქვს ასე ვთქვათ რამდენიმე ფილიალი, შეიძლება ეს ბალანსი ამ შემოსავალში, ანუ აუდიტში აისახოს, ანუ მთლიანი ბალანსი, ასე ვთქვათ, აღრიცხვა, ანუ ნაწილ-ნაწილობრივ ფილიალების მიხედვით, მაგრამ ყველაზე მარტივი არის, რომ ფილიალების მიხედვით, რადგან პირი, რომელიც შევა ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სურს გაეცნოს, რამდენად ახორციელებს იგი ვალდებულებას და თითოეული ფილიალის მიხედვით გადახედოს ინფორმაციას, უფრო ადვილი იქნება ან ინფორმაციის გაგება, ვიდრე ასე ვთქვათ, ერთიანი იყოს წარდგენილი, უკვე გაუგებარი არის. და მას იძულებული ხდება მიმართოს ამ ორგანიზაციას და მოითხოვს ან ინფორმაციის დანაწილება, რაც დავუშვათ გარკვეულ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს არის ყველაზე მარტივი გამოსავალი. მაგრამ ასე მნიშვნელოვანი არის, რომ პირებმა, რომელიც შექმნის ეს კანონი, ან მიიღეს, ასე ვთქვათ, იგი დიდ საჩუქარს უმზადებდა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასე იმ სუბიექტებს, რომელთაც სურდათ ეს ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, მომავალში დაეფუძნებინათ ან შეექმნათ. ეს იყო, რომ მან არნახული მოგება ნახა. ასე ვთქვათ, მისი რეგისტრაცია არის მარტივი. თავარია ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება. საწესდებო კაპიტალი, რომელიც უნდა შეიცავდეს 1 მილიონ ლარს და იყოს განთავსებული საქართველოს ეროვნულ ბანკში. შემდეგ უნდა დირექტორი, ანუ ხელმძღვანელობა, რომლის ასე ვთქვათ, მას მმართველობის სიღრმისეული ცოდნა ან ფინანსებში დიდ გამოცდილებას არ ითხოვს, და ხდება მისი რეგისტრაცია. მისი რეგისტრაცია არის მარტივი, შეგვიძლია იგი შევადაროთ ელექტრონული საპოსტო ხუთის რეგისტრაცია, ანუ მარტივად ხდება, დავუშვათ 1 თვეში, 2 თვეში. ეს გახდა ეგრეთ წოდებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბაზარი, კანონის შემოვლითი გზით ეგრეთ ასე ვთქვათ, თავშესაფარი იმ ორგანიზაციებისაგან, ორგანიზაციები როგორც არის ონლაინ სხების გამოცემული ორგანიზაციები, რომ იყო და ხდებოდა სესხის ასე ვთქვათ მარტივად გაცემა, მათი სახელის ასე ვთქვათ გაკეთილშობილება, რომ ასე ვთქვათ იმიჯის კარგი იმიჯის შექმნა, რომ თავიანთი ასე ვთქვათ წარსული დაფარო და მოსახლეობის, ანუ სესხებულების თვალში კარგი სახელი ჰქონდეთ. ის სუბიექტები,
რომელმაც იციან თუ რა არის ფული, მას რა მოგების მოტანა შეუძლია. როგორც არის პროცენტი, კიდევ ყველაზე ცუდი რაც არის, დანიშნულო პროცენტის პროცენტი და ამით ბაზარზე გახდნენ, ასე ვთქვათ, და დაფუძნენ ოფიციალური მევახშები, იპოთეკარები, მაგრამ ის პირები, რომელიც ამის შედეგად დაზარალდნენ, ამ კანონის შემოქმედებს, ასე ვთქვათ, ოფიციალურ, თაღლითებს მიაწერდნენ. ამ ყოველის შემდეგ დაიწყო განსაკუთრებით 2013 წლის იანვრიდან ეგრეთ წოდებული იძულებითი ბიუტიფიკაცია. ეს იძულებითი პროცესი გულისხმობს ამ სექტორში არსებული ლიდერი კომპანიის გადაკაჩვას სხვა სექტორში. ეს იყო ფინკა საქართველო, რომელმაც ასე ვთქვათ, მიიღო საბანკო ლიცენზია და გახდა კომერციული ბანკი. მეორე პროცედურა განხორციელდა 2017 წლის პირველ კვარტალში, ეს ეხება მიკროსაფინანსო კრედოს, რომელმაც დატოვა ეს სექტორი, გადავიდა კომერციულ სექტორში, ანუ კომერციული ბანკი გახდა. მაგრამ ის პირი, რომელიც შეუძლია ჩაუკვირდეს ან გაეცნოს ამ ყოველივე მოვლენას, მას დაიბადება ერთი შეკითხვა: რატომა დატოვოს ასე ვთქვათ, ლიდერმა კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სექტორი გადავიდეს ისეთ სექტორში, სადაც მისი განვითარების შესაძლებლობა არის ასე ვთქვათ 1%, ანუ 0%. მარტივია, რომ მარეგულირებელ ორგანოს, ანუ ზედამხედველს, როგორც ეროვნული ბანკი, არ ეძალოს თავისი მწირი ადმინისტრაციული რესურსიდან გამომდინარე, ერთდროულად აკონტროლს ორი სექტორი. მისთვის ყველაზე მარტივი არის ძლიერი, ასე ვთქვათ, წამყვანი სუბიექტი, ასე ვთქვათ, გადაკაჩოს, ანუ აიძულოს გადავიდეს სხვა სექტორში, სადაც მისი ზედამხედველობის კონტროლის მეტი შესაძლებლობა აქვს. მაგრამ როდესაც ეს პროცედურა ხორციელდება, ძნელი არის, ან არასურთ, ასე ვთქვათ, გათვალოთ ის შედეგი, რა უარყოფითად აისახება ამ სექტორს, ანუ ბაზარზე. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი არის, როდესაც გამოგზავნილი იქნება შესაბამისი სასწავლო მასალა და თქვენ გადახედავთ და ნახავთ იმ შედეგებს, თუ რა უარყოფითი შედეგი აისახა ამ ბაზარზე. სიტყვერად რომ ავახსენო, ეს არის 2016 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საერთო შემოსავალი იყო 2 მილიარდ 20 მილიონ ლარამდე, მაგრამ 2017 წლის დასაწყისში მათი საერთო შემოსავალი უკვე მილიარდ ასე ვთქვათ 200 მილიონ ლარამდე. ანუ მათი მოგება შემცირდა 31%. ამას კიდევ მეორე საფეხური, მეორე ნაბიჯი, რომ როდესაც ეს პროცედურა ხორციელდებოდა, წინ არავითარ საინფორმაციო კამპანია არ იყო, რომ ეს ორი კომპანია, ძლიერი კომპანია, რომ გონიურ ვადაში გავიდოდნენ ამ ბაზრიდან და მიიღებდნენ საბანკო ლიცენზიას. ანუ ეს გულისხმობს, რომ ეს არ იყო მათი ნებაყოფლობით, ანუ იზოლებითი ღონისძიება მათი ნების გარეშე. ანუ ისინი იძულებული მიიყვნენ საბანკო ლიცენზია მიეღოთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ 2015-16 წლიდან იწყება მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, და ცვლილებები კანონმდებლობაში. ეს პირველი ცვლილება იყო, რომ მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები პირდაპირ ვალდებული იყო, რომ საწესდებო კაპიტალი დაუშვათ 250,000 ლარიდან მილიონ ლარამდე გაესახა. ამის საფუძველზე ბევრმა კომპანიამ, ასე ვთქვათ, ან ორგანიზაციამ შეწყვიტა არსებობა, ანუ გავიდა ბაზრიდან. რადგან და ზოგიერთი ექსპერტის ან წარმომადგენლის აზრით, ეს კი გამოიწვევს მათ გადანაცვლებას, ასე ვთქვათ, იატაკ ქვეშ. ანუ სადაც მათ მომხმარებლების უფლებების დაცვა არ მოუწევთ, ან რაიმე ანგარიშის წარდგენა საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მათ მოსაზრებას დაუპირისპიროთ შემდეგი აზრით. თუ ეს ყოველივე განხორციელდება, ეს გულისხმობს კანონის დარღვევას, რომელიც შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობა ან სხვა სახის, ასე ვთქვათ, სანქცია საშენი ამ შემთხვევაში. ასევე არის სტატისტიკა, რომ 2016 წლის ასე ვთქვათ დეკემბერში მათ საერთო რაოდენობა იყო 86, 2017 წლის მაისსა და ივნისში ასე ვთქვათ არის 81, ხოლო 2017 წლის დეკემბერში 75, მაგრამ უკვე მათი რაოდენობა უკვე კლებულობს 2019 წლის მონაცემით უკვე 58, მაგრამ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, დავაზუსტე საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სანამ მაშინ რაიმე ცვლილება არ შევა და უშუალოდ არ დადგინდა, რომ ეს ინფორმაცია არის ყალბი, ეს არის მის მიმართ მოქმედებს, ასე ვთქვათ, საჯაროების პრინციპი, ანუ სანობის პრინციპი, რომ ჩვენ შეგვიძლია მას ვენდოთ. დღეს მგონი მათი რაოდენობა 40,000 აღწევს. კიდევ ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დაავალა მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
პირველი, როდესაც ხდება სესხის ან კრედიტის გაცემა, დეტალურად იყოს ასე თქვა გათვლილი ან გამოკვეთილი, რამდენი არის დაუშვათ თვეში ან წლიური პროცენტი გადასახადელი ამ შემთხვევაში. რადგან ისინი სარგებლობენ ასე თქვა მარკეტინგული ხრიკით. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ რომ მივიღოთ სესხის ან კრედიტის ასაღებად და ის გვეუბნება, რომ თვეში გვიწევს დაუშვათ 5%-ის გადახდა, მაგრამ სხვადასხვა მომსახურება, რაც დაკავშირებული არის სესხის ან კრედიტის გაცემასთან, შედგება რამდენიმე მომსახურებისგან. თითოეული მომსახურება კი დაკავშირებული არის დაუშვათ 2 ან 3%-თან. ეს საერთო ჯამში აღებული უდრის 16 ან 17%-ს. ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ მოგვიწევს ამის ერთჯერადად გადახდა. მაგრამ თუ გავა ერთი თვე ან ორი თვე, უკვე ხედავთ და ვატყობთ, რომ ეს მას აქვს უკვე სისტემური ხასიათი, ანუ ყოველთვის გვიწევს მისი გადახდა. ანუ ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანს მოგვატყუეს, რომ ზუსტად იყოს გამოკვეთილი რამდენი პროცენტი არის გადასახადები. შემდგომ, როდესაც ჩვენ ვღებულობთ შეთხოვნებს ელექტრონულად, რომ ჩვენ დაგვიმტკიცდა სესხი და დავუშვათ ამ და მოდენობის თანხით და ამდენი არის პროცენტი გადასახადები. და იქ არ არის მითითებული, რამდენი პროცენტი ეს ერთ თვეში ერთხელ გადავიხადოთ, ყოველ თვე თუ წელიწადში ერთხელ. ანუ მისი დაზუსტება იყოს აუცილებელი. მესამე, ეს არის ხელშეკრულების ფორმა. ანუ აუცილებელი იყოს წერილობითი, შემდგომ რომ ნებისმიერი ინფორმაცია იყოს გასაგება. დაუშვათ, თუ ის უფლებები, რაც კომპანიისთვის არის სასარგებლო, არის გასაგებად, ან რა ვალდებულება აკისრია დაუშვათ სესხების ან გასაგება დიდი ასოებით და სხვა ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება მომხმარებელი დაზარალდეს და არის ძალიან წვრილი და ასე მქონი კრთალად რომელიც წაკითხვა ასე თქვა და ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება და საჭირო არის დამხმარე საშუალება, როგორც არის ლუპა ან მოხდეს ამ შრიფტის გადიდება, გაზრდა და ეს იყოს ადვილად წასაკითხი. ანუ ამის ვალდებულება აკისრია. ის იყოს აუცილებლად ადვილად აღქმად ნებისმიერი ადამიანს, რომელსაც არ აქვს პრობლემა დაუშვათ მხედველობასთან. ამ ყოველების შემდგომ ბაზარზე დარჩენ მხოლოდ ის კომპანიები, მიკროსოფტის ორგანიზაციები, რომელნიც ასე ვთქვათ, ჯეროვნად შეუძლიათ ეს ამ ვალდებულების შესრულება და ამავდროულად როგორც მოგების მიღება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამ ყოველების შემდგომ ეროვნული ბანკი ახორციელებს მასზე ზედამხედველობას. ეს ზედამხედველობა გულისხმობს, რომ რამდენად არგოს საქართველოს კანონმდებლობას. ზედამხედველობა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე გზით. პირველი გზა ეს არის წერილობითი გაფრთხილება, შემდგომ მას განუსაზღვროს გონიურულ ვადას ამ პრობლემის განსასწორებლად, შემდგომ ხელმძღვანელს შეუჩერს ხელმოწერის უფლება, ამ ხელმძღვანელის გადაყენება ან დროებით ან ასე ვთქვათ სამუდამოდ, მოგების გაზრდა, ანუ ხელფასების გაზრდა, პრემიების გაცემა და ყველაზე ცუდი რაც არის ქმედება, ეს არის მისი ლიკვიდაცია. რადგან ამ ყოველივე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს რამდენიმე მომხმარებელზე, თუნდაც ამ სექტორზე. ხოლო მისი ასე ვთქვათ, რაც არის მისი ლიკვიდაცია ძალიან განსხვავდება მისი ასე ვთქვათ გაუქმებისაგან. ლიკვიდაციის დროს საქართველოს ეროვნული ბანკი ნიშნავს ლიკვიდატორს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, მაგრამ ასე ვთქვათ, არ აკონკრეტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ კანონი, თუ რა პროცედურები უნდა განხორციელდეს. ეს პროცედურა ყოველივე დეტალურად არის განსაზღვრული კომერციული ბანკების შესაბამის კანონმდებლობაში, ან შეგვიძლია ეს მოუშოროთ, ანუ პარალელი გავავლოთ და ზოგადად წარმოადგენა გქონდეთ პირველი რიგში, რომ დანიშვნა დავუშვათ გონიურულ ვადაში, ლიკვიდატორი, ასე ვთქვათ, აფასებს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბალანს, ანუ რა შემოსავლები გააჩნია, შემდეგ ანგარიში წარდგენს ეროვნულ ბანკს, ამ მომენტიდან იწყება ლიკვიდაცია. ანუ შეიძლება იყოს აქციების ან დავუშვათ მისი უძრავი მოძრავი ქონების გაყიდვა, ან პირდაპირ წესით მიყიდა, ეს ყოველივე შეთანხმებული იყოს ეროვნულ ბანკთან. ამ შემთხვევაში კიდევ ზოგიერთი ხელშეკრულება, რომელიც მისი დანიშვნა არ არის გასული 1 წელი, შეუძლია გაასარჩიოს სასამართლოში, რადგან ამით შესაძლოა მიკროსოფტის ორგანიზაცია დაზარალდეს და რომელიმე ასე ვთქვათ კრედიტორმა მოგება ნახოს. ანუ მისი მიზანი არის ამ რაც შეიძლება ამ ხელშეკრულებით მეტი შემოსავლის მიღება, რომ კრედიტორთა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ასევე კრედიტორთა რიგითობა არსებობს. პირველ რიგში არის დაუშვათ საქართველოს ეროვნული ბანკი, სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ასე საკრედიტო კავშირი, კომერციული ბანკები და ასე შეგვიძლია გავახსოვოთ მათი ჩამონათვალი. რადგან პირველ რიგში შეიძლება იყოს ეროვნული ბანკი და სახელმწიფო ფინანსთა სამინისტრო. ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, თვითონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ შეუძლია ასე ვთქვათ, სესხის ან კრედიტის აღება საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ანუ ამ შემთხვევაში და მხოლოდ შეუძლია ეს პროცედურა განახორციელოს კომერციული ბანკმა. კომერციული ბანკი თუ ღებულობს ეროვნული ბანკი და სესხს დაუშვათ ყოველთვიანი წელიწადში უნდა იხადოს სესხის 4%, ასე ვთქვათ. და არ შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის აღება, ამიტომ ის იძულებული არის მიმართოს კომერციულ ბანკს და სთხოვოს დაუშვათ სესხი ან კრედიტი მომეცი დაუშვათ თუ შენ იღებ წელიწადში დაუშვათ 4%-ს იხდი, მე გადაგიხდი 10%-ს. ანუ უფრო მეტს. ის იძულებული არის ამ მოთხოვნას დათანხმებას. უკვე თუ ის იღებს სესხს და ის გასცემს დაუშვათ რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ასე ვთქვათ, სესხს როგორც ჯგუფურს ან ინდივიდუალურს, თუ მან სესხი კომერციული ბანკიდან 10%, უკვე ამ სუბიექტზე არის დაუშვათ წელიწადში 17% ან 20%, რადგან მან ნახოს შემოსავალი, რადგან მის მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც გააჩნია კომერციული ბანკის მიმართ, ჯეროვნად კეთილსინდისა შეასრულოს ამ შემთხვევაში. ამ ყოველის შემდგომ ხდება ასე ვთქვათ კრედიტორთან მოთხოვნის დაკმაყოფილება. წინა კრედიტორის ან წინა რიგის ყველა კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად, რაც არსებობს. თუ შეუძლებელია მათი მოთხოვნის პროპორციულად, თუ წინა ყველა კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გადავდივართ შემდეგ რიგის კრედიტორზე. მაგრამ შეიძლება შემდეგი რიგის კრედიტორის მოთხოვნა საერთოდ ვერ დაკმაყოფილდეს, რადგან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი, ანუ ნული არის. ანუ ისე ყოველგვარი შემოსავლის გარშე რჩებიან. ამ პროცედურის შემდგომ უკვე ხდება ასე ვთქვათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების გამოცემა. ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებელი აქტი. და ამ მონაწერში აისახება, რომ ეს ორგანიზაცია არის ლიკვიდური, მოხდა მისი ლიკვიდაცია. აისახება ლიკვიდაციის დრო, მიზეზი და ადგილი. ასე იმ სახელწოდება იმ ორგანიზაციისა, რომელსაც განიცადა ეს პროცედურა. შეგვიძლია განვასხვაოთ გაუქმება. გაუქმება განსხვავდება. გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს ნებაყოფლობით ან იზოლებით. ეს განსხვავდება. ნებაყოფლობით გულისხმობს, რომ თვითონ მიმართა, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა მოხდეს მათი გაუქმება, სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმიანობის შეჩერების თაობაზე, ან აუკრძალოს ნებისმიერ საქმიანობა, ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოხდა ასე ვთქვათ რეგისტრაციის გავლა, აღმოჩნდა ყალბი. მან ასე ვთქვათ მოახდინა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობის უხეში დარღვევა, ასე ვთქვათ. ან ის საქმიანობა, რომელიც მას შეეძლო განეხორციელებინა, მის გარდა სხვა საქმიანობა დაიწყო, მაგალითად დეპოზიტების მიღება. ფიზიკური ან იურიდიული პირების არის, რომლის უფლებას მხოლოდ კომერციული ბანკს აქვს. ეს არის უკვე დარღვევა. ამ მომენტიდან უკვე იწყება მისი გაუქმება ამ შემთხვევაში. ის თანხა, ასე ვთქვათ, რაც იყო ჯარიმა, მიემართება სახელმწიფო ხაზინაში. უნდა განვასხვაოთ, რომ კომერციული ბანკის რეგისტრაცია და გაუქმება ხდება. ანუ მათზე არ ხდება ლიცენზიის გაცემა. ის განსხვავდება სხვა სამეწარმოო პირებისა, როგორც კომერციული ბანკი. თვითონ ეროვნული ბანკი, ასე ვთქვათ, ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესაბამის რეგისტრაციას. ანუ მას გააჩნია შესაბამისი რეესტრი, რომ ნებისმიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმების შესახებ ცალკე, ასე ვთქვათ, ელექტრონული რეესტრი არსებობს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია შევიდეს გაეცნოს. ხოლო თუ კომერციული ბანკის, ასე ვთქვათ, ლიკვიდაცია, გაუქმება ხდება, უკვე ამ მომენტიდან ის კომპანია ვალდებული არის შესაბამისი ლიცენზია უკან დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. თუ ხდება უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციის მომენტიდან მას ეკრძალება ახალი საქმიანობის დაწყება, დაუშვათ სესხის გაცემა, კრედიტის გაცემა, მაგრამ ის საქმიანობა, რაც აქვს დაწყებული, ვალდებული არის გონიურულ ვადაში დაამთავროს. და ამ დროის განმავლობაში მასზე საქართველოს ყველა კანონმდებლობა ვრცელდება. რომ უკვე დაამთავრებს, ის გვარს, ასე ვთქვათ, ლიკვიდირებული. მას აღარ შეუძლია განახორციელოს სხვა საქმიანობა.
და ამ მონაწილე შეგვიძლია მოუწყოთ საქართველოს ეროვნული ბანკი და აი რომელშიც არის ასახული დაუშვათ მიკროსოფტის ორგანიზაციის დასახელება რომ იგი მოხდა მისი ლიკვიდაცია ან გაუქმების მიზეზი დრო და ადგილი ამ შემთხვევაში. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო ის ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის სრულად გადმომეცა. მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. მადლობა დიდი, მე არანაირი კითხვა არ მაქვს. კარგით. მადლობა დიდი. თუ გაქვთ შეკითხვები, შეგიძლიათ დასვათ, თუ რაღაც ვერ გაიგეთ, დავაზუსტოთ და გავმართოთ დისკუსია. თუ არა, შეგვიძლია ერთმანეთს დავემშვიდობოთ და მშვიდობიანი საღამო ვუსურვოთ. რა თქმა უნდა, ჩანაწერი დაიდება და ვინც ვერ დაესწრო სხვადასხვა მიზეზის გამო, შეუძლია აახოს და ასე ვთქვათ, დავალება დაწეროს. დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, ძალიან საინტერესო თემა იყო. გამოგვადგება აუცილებლად. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის თუ ეროვნული ბანკი ასე ვთქვათ, რაიმე იძულებით ღონისძიებას განახორციელებს ამ დაწესებულების მიმართ. ამ სექტორს წარმოადგენენ გონიათ რომ ეს მათთვის არის ცუდი, მაგრამ მეორე მხრივ შევხედოთ რომ ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ხდება, რომ მომხმარებლები არიან სუსტი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, რადგან უმეტესობამ არც ის თავისუფლებები და რომ არ იციან, ამით საარგებლო ზუსტად მიკროსოფტის ორგანიზაციები, რომ ეს სუბიექტები შეცდომაში შეიყვანონ. ეს ყოველივე თავიდან რომ იქნეს აცილებული, გარკვეული ღონისძიება აუცილებელი არის გატარდეს. ახლა მიკროსაფინანსოებს დაწყებული აქვს ისეთი რაღაცა, აგერ მეზობელი გოგო იყო 800 ლარი ჩარისხა 2 წლის წინ. მაინტერესებს ამის გარკვევაც. 2 წლის განმავლობაში, ბოლო დახურვა იყო საზღვარგარეთ გადმოაგზავნა ეს ფული და ჩარიცხეს. რა თქმა უნდა, ხა ჩეკი და რაღაცა ეს არა აქვს ხელთ. 2 წლის მერე ისე გამოვიდა, რომ დაურეკეს, რომ გადახდილი არ გაქვს. გინდა არ გინდა გადაიყვანო გადაახდილის 1250 ლარი. კი, მე აღვნიშნე მიზეზი, თუ რატომ არის ასე ვთქვათ, პროცენტი უფრო მეტი, ვიდრე კომერციული ბანკის შემთხვევაში. რადგან ეს არის მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო, მაღალი პროცენტი, მაგრამ მანამდე ხო უნდა ან შეეტყობინებინათ, ან რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო, ან SMS-ით მოსულიყო, ან დაერეკათ რაღაც ასეთი. მაგრამ აი რადგან არა აქვს ეს ჩასაჭიდი, არც ამონაწერი, არც რაღაცა ვინუშდენი გადაიხადეს. აი მეც მაგალითად გამიკეთეს, მაგრამ მე ამონაწერი მოვითხოვე და მქონდა. გასაგებია. ყველაზე მარტივი საშუალება არის, რომ როდესაც ხელშეკრულება აუცილებელი იყოს გაფორმებული ის პირობები, ასე ვთქვათ. ანუ მარტივი არის, რომ კომპანიაში მივიდივარ დაუშვათ კომერციული ბანკი, მიკროსოფტის ორგანიზაცია, გვინდას ესქის, ანუ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კრედიტის აღება, ანუ იგივე სესქემა, მათ შორის არის ძალიან მცირე სხვაობა და თვითონ ფიზიკურ პირსაც უჭირს მისი გარჩევა, ან თვითონ რომ ამ სექტორის წარმომადგენლებსაც რომ ყოველთვის არის ხელშეკრულება და ხელშეკრულებას უნდა გავეცნოთ დეტალურად, წავიკითხოთ. ან თქო დაუშვათ სახში წამოვიღოთ ეს ხელშეკრულება, პირობებს გავეცნოთ, თუ რა დაუშვათ რაღაც პირობა არის გაუგებარი, მას ყავს აუცილებლად იურისტი მოუწყოთ ამ იურისტთან შეხვედრა, რომ ეს პირობები აგვიხსნას და მიყოს ჩვენთვის გასაგები. და თუ ჩვენთვის მისაღებია მოვაწერთ ხელს, თუ არა მისაღები, არ მოვაწერთ ხელს. დიახ, ეს გასაგებია. ანუ არის შემთხვევები, მე სამქონე შემთხვევები, ჩემს გარშემო იყო რამდენიმე შემთხვევა და ბევრი ძალიან მომისმენია, რომ მისულა ბანკში კომპანიის წარმომადგენელი ეუბნება, რომ გაეცნოს ხელშეკრულებას, ამ დეტალურად წაიკითხოს და ისე მოაწეროს ხელით და დაუშვათ ეს ვინცაც სურს დაუშვათ სესხის ან კრედიტის აღება, სიტყვაზე მობილურზე ლაპარაკობს, ან სადმე ეჩქარება, ანუ ასე ვთქვათ, გადარბენაზე არის
და სადღაც 5 წუთი საქმე მოაქვს, მაგრამ იმას კი ვერ ხვდება, რომ ამით შეიძლება იგი დაზარალდეს. ანუ ეს ჩვენი შეცდომაც არის, არ ვერცნობით დეტალურად. და ხელშეკრულება ეს წამოღებაც არ მინდა. თუ ხელშეკრულება გვაქვს წამოღებული, ანუ 100 ლირაზეც მოვაწერეთ ხელი. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვიცით ჩვენ უფლებების დაცვა. და შეგვიძლია დავუცოთ. ამ შემთხვევაში ეს კომპანია, ანუ მიკროსოფტის ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, თავის უფლებებს ბოროტად ვერ ისარგებლებს. ხო. მაგრამ აი ამონაწერიც მქონდა ჩემ შემთხვევაში. და მაინც 1-3 თვის მერე მითხრეს რომ 200 ლარი დარჩენილი გაქვთ. ნუ დაუხურე, ასე ვთქვათ ეს სესხი. არ გამოვაჩინე ამონაწერი, მოვითხოვე უფროსს და უფროსმა მითხრა რომ რა პრობლემა გაქვს. მე უთხარი დახურული მაქვს. და რატო არის დავალიანება მეთქი და ალბათ რაღაცო დაგჭათო, ან რაღაც ლარი დაგჭათო, ან რაღაცაო და გადავიდაო და მაშინ რომ ვანახე ამონაწერი, მე მოიხადეს ბოდიშები. აი რომ არ მქონოდა ამონაწერი, ვინ უჟენი გადასახდელი მეკდებოდა, სხვა გზა ხო არ არა, იყორეთ ამ შემთხვევაში უყურეთ, როდესაც აი ასე ვთქვათ, ცოტა კარი ვარიანტი შემოგთავაზეთ. რადგან ისინი აწვალებენ, ასე ვთქვათ, მომხმარებლებს, ანუ სესხებელებს, ხო? თუ თქვენ ვალდებულებას კეთილსინისები ჯეროვნად შეასრულებთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ შესრულდა, მაგრამ თუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ და ასე ვთქვათ, არ უნდათ ამ ინფორმაციის ასახვა სისტემაში და თანხაყვე გიგროვდებათ და გეუნებიან, რომ გადასახდელი არის, ხო? თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სიტყვაზე სასამართლოში ან არ ბეინოთ და ამით თქვენ ისინი გაამწაროთ და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. ეს უკვე მათი ბრალეულობაა. დიახ. აი მაგრამ ამონაწერი მქონდა და ამით მერე ბოდიშები იხადეს თვითონ რაღაც გაუგებრობა მოხდაო. არ მომხდარა, უბრალოდ არ ელოდნენ რომ მე ეს საბუთი მქონდა. რა თქმა უნდა, აი თქვენ წინახედული ხართ, ან თქვენ ყოველივე წინასწარ გათვალეთ, რომ შესაძლო პრობლემა შეიქმნას. უკვე თქვენ ყველა ვარიანტი ვითხოვ ამონაწერს. რა თქმა უნდა, აი ყველაზე მარტივად. აი ცნობა არ მჭირდებოდა, აი ცნობა არის ფასიანი და ამონაწერი ჩვეულებრივად უფასოა, ამას უფლება არ აქვს რომ არ მოგცენ. რა თქმა, აი ამონაწერი კიდევ ის ინფორმაცია დაუშვა და ყოველ თვე რამდენი პროცენტი ან წელიწადში რამდენი პროცენტი უნდა გადაიხადოს. არის უფასო. ეს უშუალოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ბრძანება გამოცემული. თუ რა ინფორმაცია არის ფასიანი და რა უფასო, თუ ამას დაარღვევს, შეგიძლიათ თქვენ ზემდგომი ორგანოა, როგორც არის საქართველოს ეროვნული ბანკი, მიმართოთ ასე ვთქვათ საჩივით, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდეს, რომ რატომ არის დაუშვათ ის ინფორმაციის გაცემა ფასიანი, რომელიც უნდა იყოს უფასო. ამას განიხილავს, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხისმგებლობას, ან სანქციას ან ზომას დააკისრებს. დიახ. მადლობა დიდი. არაფრის. კიდევ ერთი საკითხის დამატება მინდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ხშირად სესხის გაცემასთან დაკავშირებით არის ხოლმე ესეთი შემოთავაზება, რომ მოითხოვენ ფიზიკური პირის რეგისტრაციას იურიდიულ პირად. პირადად მე მქონდა ამის გამოცდილება შარშან აგვისტოში და მოითხოვეს, რომ აუცილებლად იურიდიულ პირად ყოფილიყავი რეგისტრირებული. იურიდიულად პირად ისაც ვიყავი რეგისტრირებული, თუმცა იურიდიულ პირს სხვა საკითხები მოითხოვება კიდე გარდა ფიზიკური პირისა, შემოსავლო სამსახურისგან. და ანუ როდესაც პირველ ტრენინგზეც ვილაპარაკე, მაშინ რომ თუ არა, მეორე ტრენინგზე იყო, რომ როდესაც თავაზობს ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომ ჩვენთან ეს ხდება, ან ამას სხვაგან ესე არ აკეთებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის კანონით აკრძალული. როდესაც სხვა რაიმეს გთავაზობენ, თუნდაც განსხვავებული ტერმინი იყოს ეს, ყოველთვის მოითხოვეთ ამ ტერმინის მნიშვნელობა. ყველა ორგანიზაციას, სადაც ერთზე მეტი თანამშრომელი არსებობს, რეკომენდირებულია გააჩნდეს შინაგანაწესი ორგანიზაციის. შინაგანაწესის პირველ მუხლში
პირველ მოხლის პირველივე დებულებაში არის ტერმინთა განმარტებანი, ასე ქვია, სადაც ყოველ ტერმინს პროფესიონალურს, ასე ვთქვათ, რაც იმ სფეროში გამოიყენება, აქვს მისი მნიშვნელობა. რომელი მნიშვნელობაც უნდა იცოდეს თანამშრომელმა, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში მესამე პირებს აქვთ უფლება მოითხოვონ ამ ინფორმაციის ცოდნა. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, როდესაც შემომთავაზეს, რომ დავრეგისტრებულიყავი იურიდიულ პირად, მე უკვე გამოცდილება მქონდა როგორც იურიდიულ პირს ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციის შევსებისა. აქედან გამომდინარე, განვაცხადე ამ ტიპის სესხზე პირადად მე უარი. და ანუ ამიტომ მოვიყვანე მაგალითი, რომ როდესაც შემოთავაზებაა, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ და რაღაცა თქვენთვის ახალს განსხვავებულს გთავაზობენ, ყოველთვის მოითხოვოთ ამ სხვა რამის გაკეთებას კიდევ სხვა რამეები ხომ არ მოყვება, რომ შემდგომში არ მოხდეს სამომავლოდ ესეთი სიტუაცია, რომ არ ვიცოდი. ნუ თუ არ იცოდით, ეს იქნება, ასე ვთქვათ, თქვენი პრობლემა, იმიტომ რომ იცოდით თუ არ იცოდით, უკვე ხელია მოწერილი დოკუმენტი არის შედგენილი და შესაბამისად ამ დოკუმენტის საფუძველზე ბანკი იქნება ეს შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ სასამართლო ამ დოკუმენტის საფუძველზე შეუძლიათ თქვენგან იმ ვალდებულების მოთხოვნა, რომელ ვალდებულებაზეც გაქვთ ხელი მოწერილი. ამასთან ერთად კიდე დავამატებ ესეთ საკითხს, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც დგინდება, ყოველთვის ბოლოს წინა პუნქტში არის ესეთი დამატებული მუხლი, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი მინიმუმ 2 თანაბარი ძალის ეგზემპლარად არის შედგენილი. და თითოეული ეგზემპლარი გადაეცემა თითოეულ მხარეს, რათა თქვენ იცნობდეთ საკუთარ უფლებებს, საკუთარ მოვალეობებს ასევე. ხოლო თუ დაუშვათ არის ესეთი შემთხვევა, რომ ესეთ დოკუმენტს არ იძლევიან, ამ შემთხვევაში მოითხოვოთ იმ ხელშეკრულებების, რაზეც ხელი უნდა მოაწეროთ ასლი, თუნდაც იყოს ეს ქსეროასლი და მოითხოვოთ ამ ქსეროასლის ამოღების შემდეგაც ზემოდან ისევ ამ ორგანიზაციის სველი ბეჭდის დარტყმა, რათა ეს იყოს ავთენტური. და პლუს თარიღი, თუ რა თარიღით არის გაცნობილი ეს დოკუმენტი. იმიტომ რომ მაგალითად 2017 წელს ესეთი თანამშრომლის პირად საქმეს განვიხილავდით, რომელსაც მოსთხოვა კომპანიამ სამუშაო საათებში, უბრალოდ ზეგანაკვეთურ პერიოდში რატო არ მუშაობდა, რომელ ადამიანსაც შინაგანი წესი არც კი ჰქონდა გაცნობილი, რომლის გაცნობის შემთხვევაშიც მას დაევალდებულებოდა და ეს იყო მხოლოდ ზეპირი სიტყვიერი შეთანხმება, თუმცა ამ სიტყვიერი შეთანხმებით, რაზეც კომპანია შეუთანხმდა ამ თანამშრომელს, არც ერთ პირობას თავისი მხრიდან არ ასრულებდა და მოითხოვდა ყველა ამ ზეპირი შეთანხმების პირობის შესრულებას დაქირავებული პირისგან. მოკლედ, ყოველთვის რა დოკუმენტსაც ეხებით, რა საქმესაც აწარმოებთ, განსაკუთრებით, როცა ეს ფინანსებს ეხება ხოლმე, სამწუხაროდ და ამავდროულად საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანო შემოსავლების სამსახური, საშემოსავლო, ასე ვთქვათ, მუშაობს ყველაზე სუფთად, ყველაზე წმინდად. ერთ კაპიკს არავის არ აპატიებს. აქედან გამომდინარე, ფინანსებთან დაკავშირებით თუ კი რაიმე დოკუმენტი არის, თუნდაც წვრილი შრიფტით იყოს, ან რამდენიც არ უნდა, რამდენი ფურცელიც არ უნდა იყოს და ცოტა გავაბუქოთ, რამდენი ტომიც არ უნდა იყოს, ჯობია გაეცნოთ და სიტყვაზე დაკარგოთ ამ დოკუმენტის გაცნობაში 1 ან 2 საათი, ვიდრე ესე ვთქვათ, იჩქაროთ და 1-2 ლარის მაგივრად დაკარგოთ თამაში 1-2 წელიც და 1-2 უძრავი და მოძრავი ქონებაც. აი ამის თქვა მინდოდა. ბატონო გიორგი, რა მაინტერესებს კიდევ ერთი, ეხლა მე რომ ამბობდი, გადაიხადეს, მაგრამ აპირებენ საჩივარის შეტანას. ამ შემთხვევაში რამე გამოუღვათ? როგორც ვიცი, ეროვნულ ბანკს აქვს მიღებული კანონმდებლობა 2011 წელს მიიღო, ასე ვთქვათ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.
შეიძლება ხმარ გაგიჩვენოთ. ეს ეხება პლასტიკური ბარათების სარგებლობის შემდგომ რაღაც პრობლემები წარმოიშვა, ანუ რომელსაც შემდგომ ტრენინგზე განხილვა გარდა ასე ვიტყვი რომ არის ინფორმაცია ხელშეკრულების ასე ვთქვათ ამონაწერი, ანუ ასე ვთქვათ, ხელშეკრულების ასლი, კიდევ სხვადასხვა პროცედურას არის გადახდები, ანუ თვითონ ამ ელექტრონულად ან შეტანა ამ შემთხვევაში ვალდებული არის ეს კომპანია გასცეს უსასყიდლოდ. თუ თანხა ის მოითხოვს, არ ამგონია უსასყიდლოდ. და იყოს როგორც ბატონ დავითმა აღნიშნა, დამოწმებული ამ ორგანიზაციის ბეჭედით, რომ არის ხელშეკრულება არა ასლი, არამედ თუ არის ასლი, როგორც ბეჭედი, რაც გულისხმობს, რომ ორიგინალია. და როდესაც მოითხოვთ, შემდგომ შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ თითოეული პროცედურა, რაც განახორციელა დაუშვათ ცესხებელმა და არ აქვს დაუშვათ დარღვევა ხელშეკრულება და არის უკვე შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, დავასაკვე აქვს აზრი. ხელი არ უნდა ჩავიქნოთ, რადგან უკვე მის სიკულების დარღვევა ხდება. და დაცვის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ მივმართოთ სასამართლოს. ან ეროვნულ ბანკს გააჩნია რა სახის დარღვევა. დიდი მადლობა. იმიტომ რომ თუ ჩვენ თვითონ არ დავისაუბროთ ჩვენი უფლებების სიტყვაზე ერთმარი მიმართა სასამართლოს, ანუ აქ ადამიანურ მომენტზე გავდივართ, იცი როგორ ვთქვათ საზოგადოებაში ეს უბრალოდ არავის უნდა შევარდო მივაყენო მაგალითად მამის ტონა ადამიანებს რომ სასამართლოში ჩივილი არის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ტერმინი ვთქვათ გრეხი რა, სირცხვილია რა, როგორ უნდა უჩივლო რა, ქუჩაში გახვალ მასხობინა შეხვდე და თვალებში შეხდო, მაგრამ ის ადამიანი რომელიც ამას აკეთებს და ეს ექცევა უფრო მას უნდა რწმენოდეს რა, ანუ განაჩვენო ხსოვნას მას თვალში, მას უნდა რწმენოდეს რომ დაუშვათ ამ სამსხურო წავა, ან ეს ორგანიზაცია გაკოტრებულად გამოცხადება და ქუჩაში შეხვდებით, როგორ შეხვდოს თვალებში. ანუ თავისი საქმე ხო ასე ვთქვათ, მას შეასრულოს კეთილსინდისე და ჯერონა და უყურეთ სიტყვა კეთილსინდისი რამდენიმე, ანუ თვითონ ან კანონი ადვოკატ ეთიკის შესახება, თვითონ კანონი საერთო სასამართლოს შესახება, რომ თუ როგორ უნდა იყოს მოსამართლე ან ადვოკატი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის მორალური პრინციპი, ყოველთვის მორალური პრინციპი გადმოტანილი თვითონ კანონმდებლობაში და ერთ-ერთი არის კეთილსინდისი, ანუ სინდისი რომელიც უნდა იყოს კეთილი და არა ცუდი. ანუ ყოველთვის მორალური ტერმინი გადმოტანილი კანონმდებლობაში. ყოველ კანონმდებლობა მიგვითითებს, რომ ადამიანურად უნდა მოვიქცეთ, ადამიანური ღირებულებები უნდა გქონდეს. თავი ეს ამოსავალი ადამიანის არსებობისა ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დასვათ, თუ არა, აშენ დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ნახვამდის. მადლობა და მშვიდობიან სამას გითხრათ ყველას. თქვენც ასევე. თქვენც ასევე. მადლობა. მადლობა თქვენ. Mhm.